Hei, გამარჯობათ, მე ვარ ნათია შაი, ეს არის ჩემი არხი და გამოიწერეთ არხი, ბევრ საინტერესო რამეს ნახავთ, აქ გააქტიურეთ ზარიზღილა კი და ახლა მომისმინეთ და მომყევით. წინა ყავაზე ფიგურების ახსნამ ძალიან დიდი გამოხმაურება პოვა და გადავწყვიტე მეორე ვიდეოც ჩამეწერა. რა ჩანს აქ ჩანს ძალიან დიდი ფიგურა. აი ნახეთ. შუა საუკუნეების მამაკაცსა გავს, თითქოს თმებით ვიკინგივით აქვს, ოდნავ გრძელი, წვერი, მოშვებული, რომელიც თეთრ ძაღლს დაყურებს. რას მიმანიშნებს ეს, რომ ეს მამაკაცი შეიძლება იყოს მეომარი, ან რაღაცა გარეგნობას გამოხატავდეს, ასე ვთქვათ, წვეროსანი ადამიანი იყოს, ოდნავ გრძელი თმით. და საინტერესო არის, რომ ის ძაღლს დაყურებს და ამ ძაღლის უკან თითქოს ჩრდილი, ოღონდ თეთრი ჩრდილი არის ქალის პროფილი. რომელიც მიგვანიშნებს იმას, რომ იხსენებს. აი ნახეთ, ზურგში მოხრილი, თავდახრილი, იხსენებს ქალს, რომელიც მის ნისლად, ჩრდილად, სიზმრად დარჩა, არადა ეს ქალი იყო მისი ძალიან დიდი მეგობარი. ჩანს, დიდი სევდა ჩანს, დიდი სინანული ჩანს, რომ ეს ქალი ქცეული არა რეალობად, არამედ წარსულად, ნისლად, სიზმრად. და გარდა სიყვარულისა თავის თავთან აღიარებს, რომ ამ ქალისგან ქონდა ძალიან დიდი სულიერი მეგობრობა და მხარდაჭერა. ნახეთ, მის თითქოს მოსასხამზე ცხოველის თათია. ეს მიგვანიშნებს, რომ ამ ამბავმა, ამ სიყვარულმა ამ ადამიანზე ძალიან დიდი კვალი დატოვა, ან შეიძლება ისიც ითქვას, რომ შრამი დატოვა. მტკივნეული შრამი ამ ამბავმა, რომელიცაც ვერ იშუშებს, მაგრამ ეხლა ნახეთ, ისე ამ კაცის პროფილი ჩანს, უკვე თავზე გვირგვინით, აი წინ დაშნაუდებს და ხუთიანი აწერია. რაღაც ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე წარსულია ეს, რაღაც უნდა შეიცვალოს და გადადგას დიდი ნაბიჯი. რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა მასში, თითქოს ეხლა მოხდა გამოღვიძება, გადაფასება, აღიარება და ფიქრობს, რომ ცვლილებების დროა უნდა იმოქმედოს. ნახოთ მომავალში რას გვაჩვენებს, აქეთ ხედავთ, უკვე ძალიან ბევრი ფიგურებია. პირველ რიგში მინდა აი ეს რაც მკაფიოდ ჩანს, მამაკაცი, ესეთი გამხდარი, თითქოს ჩონჩხივით, სხეული, რომელიც ტანით სამიანს მიანიშნებს და ეს ჩანს, რომ სულიერად ძალიან გატეხილი არის ადამიანი. ძალიან მტკივნეული არის და მის თავში ერთადერთი რაც ტრიალებს და რაც არის, ეს არის გული, სიყვარული. აი ამ უსიყვარულობამ ძალიან ასე ვთქვათ, ნახეთ, მოტეხა, ვთქვათ, სულიერად მოტეხა, ვთქვათ. მისი ტანი სამიანს წერს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ურთიერთობაში უკვე დღესდღეობით არის მესამე ადამიანიც, ანუ ან იმ ქალბატონს ყავს მეუღლე, ან მას ყავს მეუღლე, უკვე სამი არიან, აღარ არიან ორნი და ამიტომაც არის, ნახეთ, აი აქაც სამიანია, აქაც სამიანია, აი აქაც შავი სამიანია. სულ მიანიშნებს, რომ აქ უკვე სასიყვარულო სამკუთხედი გაკეთდება, თუ კი იმოქმედებს. ჯერ ეს მომავალია, რაც უნდა გაკეთდეს. აქ ფიქრის მომენტშია, ამხლა და ამჟამად რა უნდა გააკეთოს და ფიქრობს ამას, რომ ეს უნდა მოიმოქმედოს. ანუ ეს ქმედებები ჯერ არ ხდება, მაგრამ იმედია, ან არ არის იმედი, ყოველ შემთხვევაში ფიქრობს, გეგმავს, რომ ეს გააკეთოს, რასაც აქ ვხედავ. ნახეთ რა ხდება უკვე ზევით. აი აქ უკვე დაიხეთ თითქოს რაღაც ტრანსპორტზე, ეტყზე, მანქანაზე, ოღონდ არა მანქანაში, თვით გორიაზე, აი რაღაც ესეთ ბორბლებიან
ტრანსპორტზე, რომელიც ძალიან სწრაფად მიქრის, დგას მამაკაცი, ქუდიანი, ანუ უკვე გააზრებულად, ცალხელში აი ესეთი კვერთხი უჭირავს, რაც სიმბოლო არის დიდი ვნების, დიდი გამოცდილების, დიდი ენერგიის, დიდი შემართების და ზურგზე აი როგორც გულდა ისე აქვს მოკიდებული დიდი გული. აი ნახეთ ესე დავაყენებ. ნახეთ რამხელა დიდი შავი გული აქვს. და მიაქროლებს და ნახეთ რომ მიდის გზაზე ეჯახება მეორე მამაკაცს. და ამამაკაცის უკან კიდე არის ვიღაც ანუ პიროვნება აი ეჯახება და თითქოს აი მას უნდა გადაუაროს. რას ნიშნავს ეს რა? იქნება მინიმუმ ერთი ან მეტი ადამიანი, როდესაც ეს ადამიანი გაბედავს მოქმედებას, თავის სიყვარულისთვის ბრძოლას, რომელიც გადაევლის სხვა ადამიანების გრძნობებზე ემოციებზე და წყვილს მიაყენებს ეს სხვა ადამიანებს. მარტივად არ იქნება ეს, რაღაც სხვა ადამიანების ბედნიერებაზე უნდა გადაიაროს, რომ მან იპოვოს ეს ბედნიერება. ნახეთ, აი ამას მის შინაგან სულიერ მდგომარეობა ზურგზე ახტება შავი ძაღლის ძლიერი, ძალიან ძლიერი, ეს არის ნება, რომელიც აი ამ გადაწყვეტილებას ურტყავს თავს ამ გულს, უმსუბუქებს. ეს შავი გული მაჩვენებელია, რომ წარსულში სიყვარული იყო ძალიან მძიმე, ძალიან მტკივნეული და დამანგრეველი და ეხლა უმსუბუქებს ამ ყველაფერს, რომ ადვილად გააკეთოს ეს ყველაფერი. ნახეთ რა ხდება მის ზურგს უკან. მამაკაცის ფიგურა, რომელიც ვარსკვლავზე დგას, ნახეთ, ვარსკვლავზე დგას და მისკენ მომავალი ქალი, ქუდიანი ქალი. ეს ცოტა თითქოს პასიურია. ნახეთ წარსულში შეიძლებოდა ვარსკვლავზე მდგარიყვნენ ორივენი, რას ნიშნავს ვარსკვლავი? ნახე, ამათი წყვილი ძალიან წარმატებულები იქნებოდნენ, ერთმანეთს გამოკვებავდნენ ესეთი ენერგიით, რომელიც ორივე ცალ-ცალკე თავის პროფესიაში მიაღწევდა ძალიან დიდ წარმატებას. ეხლა ეზოთერულად ვამბობ, ხო? აი ამათი კავშირი მოუტანდა მათ პოპულარობას ორივეს და ძალიან დიდი ბედნიერები იქნებოდნენ. მაგრამ ნაბიჯს დგავდა ქალი და თვითონ იდგა პასიურად, რამაც წარსულში რაც მოხდა ჩანს ხო, აქაც თათი, მძიმე გული, გატეხილი სიყვარული, დარდი და წარსულის ლანდებად ქცეული ქალის მოგონებები. აი ეს ყველაფერი მოიტანა და დატოვა ამან. ეხლა კიდე მე ძალიან საინტერესო რაღაცა მინდა გაჩვენოთ აქ. აი ნახეთ, აი ეს თეთრი ფიგურა ქალის, რომელიც ზევით მიფრინავს და მის უკან არის ფრთების გარეშე მიფრინავს და უკან არის ეშმაკის ფიგურა, რომელიც ზურგს უკან იხედება, ხოლო ხელებში როგორი ბარტყი უზის. ნახეთ რას გვეუბნება ეს, რომ ქალი უკვე განთავისუფლებული არის. კი, მას აქვს წარსულის ტკივილები, განცდები, მაგრამ უკვე ბევრი რაღაცა ისწავლა. თავის თავში გაძლიერდა და ამ ქალს უკვე ვეღარ ატკენ, ვეღარ მოუტანიმ დამანგრეველ სიტუაციებს რაც ქონდა და სამყარო არც აპირებს რომ მსგავსი ურთიერთობა გამოუგზავნოს და მსგავს ურთიერთობად მოვიდეს ეს ადამიანი წარსულიდან. უკვე აღარ იქნება ტკივილი, ხოლო აი ეს ბარტყი არის ის სული, ამ ქალის სული, თუ თქვენ ქალი ხართ, თქვენი სული, რომელიც ეჭირა ეშმაკს და აწამებდა, მაგრამ ნახე უკან იყურებს, რომ ყველაფერი მის ეშმაკის დაქვემდებარებაში იყო, ანუ ყველაფერს მართავდა, სტკენდა, დაანგრია სიყვარული და გაუფრინდა მაინც ეს ქალი და აჰა, მისი სულიც, რომელიც ესეა, გაფრდება, ვეღარ დაიჭერს ეს დემონი. ამ ქალის ბედნიერებას გაუფრინდა და იყურება სად დაუშვა შეცდომა, როგორ მოხდა ეს, რომ ის კონტროლს გარეშე წავიდა. აი აქ კი ბევრი ანგელოზები არის, რომელიც მიანიშნებს, რომ დიდი მფარველობა აქვს ამ ქალს, საკმაოდ დიდი მფარველობა აქვს ამ ქალს. რა მინდოდა კიდე მე თქვა საინტერესო გულში ამ ქალის გული ძალიან დახურულია, ეხლა ჩაკეტილი არის, თითქოს არ აძლევს თავს სიყვარულის უფლებას, მაგრამ
ეს მამაკაცი თუ ფიქრი და ქმედებაზე გადავა, ნამდვილად დაცული იქნება ამჟამად მისი სიყვარული და ნამდვილად დიდი ბედნიერება ელის და შემდეგ გაიღიმებს, აი ესე გაიღიმებს მისი დახურული გული. იმიტომ რომ მას აღარ ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ ჩანს რომ აქვს წარსულიდან გამოყოლილი შიშები, ტკივილის מחსორობა, სადღაც ეუბნება, აი ზუსტად ეს შმაკი კიდე ეუბნება, რომ არ გინდა სიყვარული, იმიტომ რომ მას ტკივილი მოაქვს, მან უკვე იცის როგორ დაიცვას თავის სიყვარული და თავი, ამიტომ გაფრინდება ამ შიშისგან, ანუ ის დაიმსახურებს ნამდვილ სიყვარულს. არწივით შემოკარგებო, რომელზეც ორივე, ანუ ფრთებზე აზის ადამიანები, ეს არის ძალიან დიდი ძალა, სულიერი ძალა პირველ რიგში და გამბედაობა, რომელიც მაღლა აიჭრება და ორივეს თქვენს და მასაც აგიყვანთ. ზევით არაფერს არ შეხედავს, არაფერს არ დაელოდება. აი ამ ყველაფრის ქვევით ნახეთ, რამხელა დემონი არის, დემონის სახე, რომელსაც აი ესეთი ისარით აქვს მიმართულება მიჩვენებული, რომ ამ ამბვის გამო, რაც აქ ყველაფერი იყო, არის თვალები დაჭყეტილი და პირდაღებული და გაოცებული. აი ნახეთ რამხელა ფიგურა არის, რომელსაც ხუთიანი აწერია ქვევით, ანუ ამ ცვლილებებით, ეს შმაკი არის გაოგნებული, რომ რანაერად, ეშმაკს რანაერად გამოექცა ეს დატყვევებული სიყვარული, რანაერად მოხდა და მაინც ვიტყვი, რომ ეს დიდი სამიანი არის ღმერთის დიდი სამების ფარველობა ამ სიყვარულთან დაკავშირებით. ეს მამაკაცი გაკვირდებათ თქვენ და რა ვიცი, თითქოს ერთი ნაბიჯია ჯაკლი, აი თავის ნებას, გრძნობას, ემოციებს, შესაძლებლობებს და ძალას ცდის. აი თითქოს ერთი ნაბიჯიც, იმიტომ რომ ამ მონატრებას ვერ გაუძლებს და ამ ყველაფერს გააკეთებს ძალიან სწრაფად. აი ერთხელაც აფეთქდება და იმპულსურად ძალიან სწრაფად გადმოდგავს ნაბიჯს და მოვა თქვენთან. დამიწერეთ რეზონინდა თუ არა თქვენთან ეს ვიდეო და ასევე გეტყვით ჩემ ნომერს, ვისაც სურს ჩემთან კონსულტაცია, მაგრამ სანამ ნომერს გამოვაცხადებდე, ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ამ წყვილისთვის სასიყვარულო დამცავი ამულეტი და შეგიძლიათ დამიკავშირდეს და დაგემზადოთ ეს ამულეტი, რომ წარსული შეცდომების გამეორება ნაკლებად ჩანს, იმიტომ რომ აისხლეტავს თქვენ ამ ტკივილს, მაგრამ დაცულობა გჭირდებათ, ნამდვილად გჭირდებათ დაცულობა, იმიტომ რომ ეშმაკი ეჯდა ამ თქვენი სიყვარულის ნგრევას, რას ნიშნავს ეშმაკი ეჯდა? იყვნენ ადამიანები, ვინც ხელოვნურად დაანგრია ეს სიყვარული, მაგითაც კი ბატონო, მაგითაც, იმიტომ რომ ყველა შავი მაგია სატანურია და დაცვა გჭირდებათ. შეგიძლიათ დასაცავად დამიკავშირდეთ. ჩემი ნომერი არის 591233507 და გისურვებთ ლამაზ, რომანტიულ და დაცულ სიყვარულს. დროებით მომავალ ვიდეომდე თქვენი ნათია შაი.